ეხლა ვაპირებულ გავაღვიო წიწაკა ეს Ferrimorsis ფირმის ცხარე წიწაკა გახლავთ. თან ორგანული თესლია. ეს ამერიკიდან გამომიგზავნეს, აქ არ იყიდება. მასაც ვაღვივებ ესე წყალში. ცალკე კონტეინერში და რაც მთავარია, ესე იგი წიწაკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაღვივება დაიწყოს მაღალ ტემპერატურაზე 25 გრადუს ზევით და ამისათვის მას თერმოსტატში მოვათავსებ აუცილებლად. იქ ტემპერატურა 25-დან 27 გრადუსამდე მერყეობს. აი ეგერ მოთავსდა უკვე სველ ქაღალდზე, ეს ჩვეულებრივი იაფფასიანი ტუალეტის ქაღალდი გახლავთ, ეხლა მე მას თავს დავახურავ, დავაწერ და გავაქანებ თერმოსტატში, სადაც ტემპერატურა არის 25-დან 27-მდე. ეხლა კიდევ ერთი კულტურა უნდა დავთესო, ეს არის Ferrimorsis ტომატილო. ეხლა ეს ტომატილო ძალიან საინტერესო კულტურა გახლავთ. მექსიკაში ძალიან გავრცელებულია, ამერიკის სამხრეთშიდაც. საქართველოში მე არ მინახავს. ნუ ახლა თეორიულად კი ვიცოდი, რომ ესეც რამე არსებობს, მაგრამ თესლი პირველად მაქვს ამერიკიდან გამომიგზავნეს ისევ იგივე Ferrimorsis ფირმის გახლავთ. ეხლა რით არის ეს კულტურა საინტერესო? გემოთი წააგავს პომიდორს, იგივე ძაღლყურძენასებრთა ოჯახია. ისევე ჩითილებით უნდა გავამრავლო 3-15 დღე ჭირდება აღმოცენებიდან პირველი მოსავლის მოცემამდე. მაგრამ საინტერესო რა არის, ტომატილოს აქვს სქელი კანი. ამიტომ ის ფარო სანამ ვერ უნდა დააზიანოს პომიდორისაგან განსხვავებით. აი და მე როდესაც მომწიფდებ ეს კანი ეფსქუნება. შეხედეთ, აი შიგნით ნაყოფი არის ბადრიჯინისფერი, ხოლო აი ეს გარსი საკმაოდ უხეშია და თქვათ მწერები მას ვერ დააზიანებენ. მოსავლიანობა რამდენადაც ვიცი პომიდორზე ბევრად ნაკლები აქვს, სიმაღლითაც ნაკლები იზრდება, მაგრამ გემოთი როგორც ამბობენ, არათუ არ ჩამოვარდება, სჯობია კიდეც. ნუ ახლა გემოვნება ჩემთვის საერთოდ პირველ ადგილზეა. ასე რომ აუცილებლად წელს ვცდი აი ამ კულტურას. ახლა მე მას გავაღვივებ მის თესლებს ისევ იგივე მეთოდით. დააკვირდით, პომიდორის თესლებს წააგავს, მაგრამ პომიდორი ნამდვილად არ არის. განსხვავებასაც ალბათ შეამჩნევთ. ნუ ეს კულტურა ვიმეორებ, ჩემთვისაც ახალია და როგორ განვითარდება ის თბილისის პირობებში, საინტერესოა. მას ჩვეულებრივ რეჟიმში გამოვიყვან ჩითილებით უბრალოდ. თუმცა აქ არის ასეთი თავისებურება, რომ ტომატილოს მცენარეები ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ ჯვარედინი დამტვერვა მიმდინარეობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტომატილოსათვის. ეს ერთი თავისებურება გააჩნია.